შემთხვევაში ეროვნულმა ბანკმა ვირტუალური აქტივის მომსახურების რეგულირების წესი შეიმუშავა. კიდევ უფრო კონკრეტულად რო ვთქვათ, საქართველოში სტაბილური ვირტუალური აქტივი პირველად შეთავაზებასთან დაკავშირებით უსაფრთხო და გამჭვირვალე რეგულირებისა და ზედამხედველობის ჩარჩოს ჩამოყალიბების მიზნით იქნა ეს რეგულაცია შემუშავებული. წესის დანერგვა უზრუნველყოფს საქართველოს სტაბილური ვირტუალური აქტივების ეკოსისტემის მდგრად განვითარებას, ხელს შეუწყობს მომხმარებელთა უბნეების დაცვას და სექტორში რისკების მართვის შეფასების გაუმჯობესებას. ცხადია, ეს საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი ინიციატივაა და ამ კუთხით ჩვენ შეგვიძლია ასევე მოისმინოთ შეფასება ეროვნული ბანკის მხრიდან. ეროვნული ბანკი აგრძელებს მუშაობას ვირტუალური აქტივების რეგულირების გაძლიერების მიმართულებით. სწორედ ამ მიზნით შემუშავდა სტაბილური ვირტუალური აქტივების, ეგრეთ წოდებული სტაბილქოინების პირველადი შეთავაზების წესი. სტაბილქოინების გამოშვების სამართლებრივი მოწესრიგება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია სხვადასხვა კრიპტოაქტივებით ვაჭრობის გამარტივებისთვის, ბლოკჩეინზე დაფუძნებული ტექნოლოგიების განვითარებისთვის და სტაბილქოინების მიმართ ნდობის გაზრდისთვის. აღნიშნული წესი ქმნის საფრთხოს აზედამხედველო ჩარჩოს, რომელიც მიზნად ისახავს პირველ რიგში მომხმარებელთა უფლებების დაცვას, სექტორში რისკების მართვის სტანდარტების გაუმჯობესებას და შესაბამისობას საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან.